მშვიდობა ყველას, დიდება უფალი იესო ქრისტეს. და ვისაც წამთ, თქვით ჩემთან ერთად ამინ. ალილუია, დიდება, მადლობა უფალო. დღევანდელი დღისათვის, სიცოცხლისათვის, გაგვიზებისათვის, ჩვენი ოჯახის წევრების სიცოცხლისათვის, ჩვენი წყალობისათვის, მადლობა რომ მინებეთ ჩვენი სიცოცხლე დღევანდელ დღეს. და წარმართე უფალები შენი სული წინებით. შენი ნების, შენი სიტყვისამებრ, შენთვის სასურველი გავხადე. ჩვენი ყოველი სიტყვა, საქმე, მოქმედება იყოს შენთვის სასურველი. ახლაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ძვირფასო, მეგობრებო, ახლობლებო, მეზობლებო, საყვარელო ადამიანებო, ახალო გაცნობილებო და ასე შემდეგ. ყველა ვინც ახლა ხედავთ, შალომ, მშვიდობა თქვენ. სალამი. ქართულად სალამი არის შალომ. ეს მოვიდა იქიდან, ებრაელებიდან. მეგობრებო, რაც გულში მაქვს ამდენი ხანია, ორი თემა მაქვს თქვენთან სალაპარაკო. ერთი არის სულიწმინდის ნათლობაზე და ენების ლაპარაკზე. რა არის ეს, რა ფენომენია, რა ნიჭია, ზოგი ქრისტიანებში ვამბობ. სახარებისეულ ქრისტიანებში ზოგს წამს ეს, ზოგს არჯერა. ზოგი ამბობს ეს დამთავრდა უკვე, როცა ბოლო მოციქული მოკვდაო, ეს მაშინ იყო, ეხლა არ არისო. იმიტომ ლაპარაკობენ ისინი ისე, რომ ეს მათ არ აქვთ. ეს ხო ვიყავ ისე. მაგრამ წერილი ასე არ ამბობს. როგორც ასწავლი ბავშვს, ისე იტყვის. მე მყავდა სკოლაში მოწაფეები მისგას, ამხანაგები, რომლებიც პატარაობიდან ამბობდნენ ლურჯზე მწვანეა და მწვანეზე ლურჯია. ისე დაამთავრეს საშუალო სკოლა, რომ ამბობდნენ ლურჯ ფერზე მწვანეა და მწვანეზე ლურჯი. რატომ? იმიტომ რომ ასე ჩაიბეჭდათ, ასე ირწმუნეს, ასე უთხრეს ან დედამ ან მამამ, არ არის რა დაემართათ და დღემდე ასეც არიან. მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს, რომ მწვანე ლურჯია და ლურჯი მწვანეა. აი ასე, აი ამ საკითხზე მინდა ლაპარაკი. ამ სულიწმინდის ნათლობაზე, სულიწმინდის ნიჭებზე, აი ამ ენაზე. და მოგიყვებით ახლა რა დაგვემართა მე და ერთ ჩემს მეგობარ ძმა თემურის ეჯიბიაზე ეს თემურის და სწავლობდა ქალაქ თბილისში. ისტორიულზე თუ რაღაც არ მახსოვს, უმაღლესი სწავლობდა თუ რაღაც. დაქირავებულში იყო, სტუდენტი იყო და მასთან ერთად ცხოვრობდა ერთი გოგონა. სახელი დამარვიდა, იგი ეკა ერქვა თუ რაღაც ამის ამაგვარი. დაჟე მისი სურათის მაქვს ალბომში. ხო და მივედით ერთ დღეს თემურის დასთან, ნინოსთან, ნინო ეჯიბიასთან და ამის მეგობარი კიდე იყო იქ. ძალიან კაი გოგონა, პატიოსანი ეს და იმდენი უქნია ამ ნინოს თემურის დას, რომ ამ გოგოსაც დაუწყია სახარების კითხვა. და გითხრა, რომ აი ჩემთან რო ცხოვრობს ეს გოგო, დაინტერესებულია, კითხულობს, უკვე შეყვარებულია იესოზე, აინტერესებს და რა კარგი არისო, რომ მოხედითო და ყველა მეგრელები რო ჩავიდოდით საქართველოში, ისე ხო ჩავიდოდით. ეგ რაღაც ელარჯი, ჩახობილი რას გაუზამეს. სამეგრელო და ყველა ჩავიტანეთ ის რაღაცები და მოიშორეთ ეს სუმკები დავდებით და ვუყურებთ ეს ჩვენი თქვათ ეკა ერქვას. არის ზუსტად, მაგრამ დავარქვათ ეკას ის ლოგინზე უკავია სახარება და ტირის. გაგვიხარდა ისე რომ ღმერთო, რა იყო, რა შეგეხო, რაში გამხილა სულიწმინდამ, რა მოხდა გულში, რა იყო და რა და ეს გოგონა გვეუბნება.
მე მეგონაო რომ მე მორწმუნე ვიყავიო და მე იესოს მორწმუნე ვიყავი მეგონაო და მე არ ყოფილვარ რომ მორწმუნე. გაგვიხარდა უმხელია სულიწმინდას და ხელები ისა მოვიწმინდეთ პირი ახლა სალაპარაკო. მიდი და რაში გამხილა ღმერთმა და ჩვენ მზად ვართ აქ ისა გამომყაროთ ჩვენი ცოდნა და რომ ეს ამას მონანიება გავუკეთოთ. და გვიხსნის მარკოზის სახარების მე-16 თავს. ღმერთმა ეს იმ გოგოს კი არა ჩვენ დაგველაპარაკა. იმიტომ რომ ჩვენ მაშინ სახარების ეკლესიის წევრები ვიყავით. მონანიებულიც, სულიწმინდით ნათლობაც მიღებული ქონდა გვეგონა. თუმცა სულიწმინდა იყო ჩვენი მასწავლებელი, სულიწმინდის გარეშე კაცმა არ შეიძლება იესო ირწმუნოს. სულიწმინდის გარეშე კაცი ვერ დაუძახებს იესოს უფალო. სულიწმინდის გარეშე არ ხდება ადამიანის მაღლიდან შობა და მისი შეცვლა. და ჩვენ გვეგონა რომ ჩვენ ყველაფერი რიგზე იყო, ასე აგვიხსენს, ასე გვითხრეს. ხო და ეს საკითხი სულ არ გვაწუხებდა ჩვენ. ხო და გვიხსნის ეს გოგო მარკოზის სახარების მე-16 თავს. მეხორე და კითხულობს. მას არ უთქვია მარკოზის 16-ია. ადგილს კითხვა გადასვლილი ჰქონდა ის და უცბად კითხულობს. მორწმუნეებსო, ჩემს ახლა, ვინც ირწმუნებს და გადარჩება, ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება. ხოლო ვინც არ ირწმუნებს, ჩავდადებული იქნება. ჩვენ ვთქვით, რა თქმა უნდა, ასეა. მე აგრძელებს. ჩემს მორწმუნეებსო, კი თან ახლდებათო ასეთი ნიშნები. ჩემი სახელით ეშფაკებს გამდევნიან, ახალი ენებით ილაპარაკებენ, გველებს აიყვანენ, თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან არავნებთ, ავანტყოფებს ხელით დაადებენ და ისინი განეკურნებიანო. ხო და ტირის მე არც ერთი არა მაქსო. და მამხილაო ღმერთმა რომ მე არა ვარ ახლა ამ წერილის დამიხედით იესოს მორწმუნე. ეს იყო ჩვენთვის კიდევაც მხილება, კიდევაც რაღაც ხოიცი კაცი რო გადავარდება სადღაც და სტვენით რომ მიფრინავს და არის ის როდის დამთავრდება ვერ ესემა სადღაც მიდის უსასრულო ასეთი რაღაცა დაგვემართა. ჩვენ იქ ლამაზად რაღაც უთხარი დაბარა უნდა მოინანიო, უნდა მოინათლო და მერე გექნება და ის ხოიცი ძალი რომ ყუს გაიკეთებს და რა შეშინება და მერე მოძურწავს. ასე ვერაფერი ვერ უთხარით და ჩვენ კინაღამ როგორ გამოვედით უხასიათოდ. დიდი შეკითხვის ნიშნით გამოვედით იმ სახლიდან. და თქვით, ჩვენ ხო არ გვამხილა უკანა, ჩვენ ხო არ დაგველაპარაკა სულიწმინდა. და იქ დავიწყეთ ფიქრი, მსჯელობა, კვლევა, ძიება და როგორც რომ მიდიოდა, ჩანდა რომ ჩვენ რაღაც არასდროს ქონდა მიღებული. მე ვიკვლევდით მოციქულთა საქმეებს, წმინდა წერილებს, პავლეს ეპისტოლეებს, კორინთელთა წერილებს და მივხვდით რომ კი სულიწმინდა იყო ჩვენში, მაგრამ ჩვენი ნათლობა სულიწმინდით არ იყო ზავერშონული. მე გეტყვით ახლა ორ ადგილს და თქვენ იფი, მე პროსტა ვილაპარაკებ, ადგილებს მოგიყვანთ, თქვენ კი იმიჯელეთ, იფიქრეთ. თუ რას არ ეხება და არ ეთანხება სახარებას, გადააგდეთ და თქვით, ქუიეშმაკს, თუ სახარებას ეთანხმება და ჭეშმარიტება გიყვართ, თქვენ მნენიაზე და თქვენ ფუნდამენტალურ რაღაცებზე, მეტად თუ ღმერთის სიტყვას უფრო აფასებთ ვიდრე თქვენი მიმდინარეობის სწავლებას და დოქტრინებს,
მაშინ კეთილი მივიდეთ და მომისმინეთ, შეადარეთ და რაცაც ვერ გაიგებდა, რასაც ისა მოუტანეთ მას უფალო. ასე და ასეა. ეს ასე წერია, ის ისე წერია. როგორ არის ეს სულოწმინდა? მოსიქულები, რომლებიც იესოს სამი წელნახევარი ასწავლა და იესოს დღე და ღამე ყავდა, ამისანა მოსიქულებს უთხრა მან: არ წახვიდეთ არსას შორს, დაელოდეთ მამის ართმოს, რას მე გითხარით. თქვენ მოინათლებით სული წმინდით და მიიღებთ ღმერთის ზალას და იქნებით ჩემი მოწმენი კიდით კიდემდე ყველგან. თქვენ იცით ყველაფერი, რაც მე გასწავლეთ, მაგრამ ეს ცოდნა თქვენ არ გმარათ. დღეს ვისაც მარტო ცოდნა აქვს და ის ნიშნები და ის ზალის გამოვლინება არ აქვს, იქ დიდი კითხვის ნიშანია. გახსოვთ პავლე მოსიქულმა რა თქვა? ჩემი სიტყვა არ იყო მარტო ბლა სიტყვის ყლაშონში, არამედ ზალის და სულის მოქმედებით, ნიშნებით და სასწაულებით. სულიდან გავუსვე ხაზი. პავლემ თქვა, ჩემი სიტყვა ქადაგება არ იყო? ყეფა, ლაპარაკი მათ. დერე ისე. პეტრეს ჩრდილი კურნავდა ხალხს. პავლეს სარტყლებს ადერძნდა ეშმაკები კივილებით გარბოდა. შეწყდა ეს მოსიქულები იყვნენ. იესომ თქვა, ჩემს მორწმუნეებს, მას არ უთქვა ჩემს მოსიქულებს. იქ იესომ თქვა, წადით, უხადაგეთ, ვინც სირწმუნეებს გადარჩება. და აი ამ მორწმუნეებს, ვინც სირწმუნეებია, მათ ექნებათ ეს ნიშნები. ახალი ენებით ილაპარაკებენ, ხელებს დაადებენ, ეშმაკებს განძებენ და ასე შემდეგ. კიდევ ერთი რაღაცას გეტყვით. გახსოვთ ის ადგილი, მეგობრებო, როცა იესოს შევიდა დაკეტილ კარებში და მოწაფეებს შეხვდა. მათ უთხრა: შეუბერაო სული. და უთხრა: მიიღეთ სული წმინდა. რა იყო ეს? მოატყუილა? თუ ეხუმრა? თუ ჭეშმარიტება უთხრა? თუ მართლა მისცა მათ სული წმინდა? აი ეს მე მარტო არ ვამბობ ამას. მე მიყენია ისინი, ვინც აღიარებული იყვნენ ეკლესიაში მთელ ქრისტეს სხეულში მასწავლებლად. ეს იყო ერთ-ერთი მაგალითად თქვა დერეკ პრინსი. ის ასე ამბობს და მეც ასე ვხედავ, რომ აი იმ წუთას მოსიქულებმა მიიღეს მაღლიდან შობა. იმიტომ რომ ისინი არ იყვნენ მაღლიდან შობილი. მაღლიდან შობას შეიძლება რომ იესო უფალია, ის მოკვდა და ის აღდგა. პავლე ხო თქვა, თუ ირწმუნე, თუ აღიარებენ იესო ქრისტე, მოკვდა და აღდგა და აღიარებმა სუფლაში მიბაგებით გადარჩება. აი ეს აღდგომა არ წამდა და როცა მან ანახა თავი აღმდგარი, მათთან ჭამა, სვა და მაშინ უთხრა მათ: ეხლა თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სული წმინდა, შეუბერა და მათ მიიღეს სული წმინდა. იესომ უთხრა: მიიღეთ სული წმინდა და შეუბერა. და ამ სული წმინდით მიღებულ მოსიქულებს რამდენიმე დღის შემდეგ იესო ახსენებს და ეუბნება: არსად არ წახვიდეთ, დაელოდეთ მამის ართმოს, რამოდენიმე დღეში თქვენ აღივსებით, მოინათლებით სული წმინდით. უფალო, ხო არ დაგავიწყდა, ჩვენ უკვე შეგვიბერე ერთხელ, ჩვენ ხო მივიღეთ სული წმინდა. მაგალითად თქვა პეტრე ამბობს, ყოველთვის შეკითხები ჰქონდა იმას: პეტრე, ეტყოდა იესო, ეს მაღლიდან შობა იყო. კი, თქვენ მიიღეთ სული წმინდა, მაგრამ თქვენ მონათლული არ ახართ. Крещение Духом Святым еще не произошло с вами. სული წმინდით ნათლობა კიდევ თქვენზე არ მოხდარა. ამიტომ დაელოდეთ. სულ რამოდენიმე დღეში არ განშორდეთ იერუსალიმს, თქვენ მიიღებთ მამის აღთქმულს და მოინათლებით სული წმინდით. 51 დღეს გადმოვიდა სული წმინდა
და ისიც როგორ მდგომარეობაში ისინი კი არ ლოცულობდნენ კი ლოცულობდნენ იგი ყველაფერი მაგრამ ისეთ მომენტში მოვიდა იქ სულიწმინდა თუ დააკვირდებით მოციქულთა საქმის მეორე თავს მეორე მუხს წერია რომ ისინი ისხდნენ შეიძლება ჭამდნენ ლაპარაკობდნენ ლოცვისას არ მოხდარა და აღებსენ სულიწმინდა იწყეს ენებით ლაპარაკი ეს იმიტომ მისა ენებით მე ამაზე ვილაპარაკებ ჩვენ ცალკე რატომ იყო ის ენები რომელსაც ყველას ესმოდა იქ ყველა ეროვნების ხალხს მე რას როგორ წავიდა ფილიპე რა მოხდა იქ თუმცა რატომ არ ვილაპარაკო ეხლა როცა ფილიპე ჩავიდა სამარიაში იგი გადაგაიესო სამარიელებმა ირწმუნეს იესო სამარიელებმა მიიღეს წყალში ნათლობა იესოს სახელით წყალში მოინათლნენ ეკლესიის წევრები გახდნენ ჩამოყალიბდა ეკლესიას რა სულიწმინდა არ ჰქონდათ მათ როგორ შეიძლება სულიწმინდის გარეშე კაცმა ირწმუნოს იესო და სულიწმინდის გარეშე მოინათლოს წყალში და მე წერია იქ მოციქულთა მეორე თავში რომ იერუსალიმში მოციქულებმა გაიგეს რომ სამარიელებმა მიიღესო იესო და გაგზავნესო მათთან იოანე და არ მახსოვს პეტრე მოციქულები წავიდნენ იქ ჩავიდნენ რომ მათ მიეღოთ სულიწმინდა და ეს რომ მონათულიყვნენ მოვიდნენ ხელები დაადეს და წერია რომ მათ მიეღეს სულიწმინდა კორნელიუსის სახლში როცა ისინი პეტრე ელაპარაკებოდა მათ სულიწმინდა მიცოდა უფალმა იცოდა რომ პეტრე ანა მილიონი არ დაადებდა ხელს სულიწმინდის მისაღებად და როცა სულიწმინდა ნახა უფალმა ნახა რომ მათ უკვე გულში ირწმუნეს იესო გარდმოვიდა მათზე და ისინი ამეტყვნდნენ ენებით იქ არავითარი სხვა ერის კაცი არ იყო იქ ლაპარაკობდნენ ენებით რომელიც სხვადასხვა ენები არის ეკლესიაში და ეს არის ძალიან კარგად ახსნილი პირველი კორინთელთა მე-14 თავში თავიდან ბოლომდე ხო და მე კიდევ ერთხელ პავლე ხდება ერთ მორწმუნეებს ქრისტიანებს და ამისანა შეკითხვა დაუსვა თუ მიიღეთ სულიწმინდა როცა ირწმუნეთ ეს შეკითხვა იმიტომ გაგვიჩნდა პეტრეს რომ რაღაცა ვერ შენიშნა რაც უნდა ყოფილიყო და რასაც ელოდა და რომ ვერ ნახა შეკითხვა დაებადა პეტრეს პავლეს თქვენ მიიღეთ სულიწმინდა როცა ირწმუნეთ რა არის სულიწმინდა ვინასო სულ არ ხსენია რა არის ეს აუხსნა პავლემ ესენი იოანეს მონწაფეები ყოფილან ის ლაპარაკობდა იესოზე ირწმუნეს იესო მოინათნენ წყალში იესოს სახელით და შემდეგ პავლემ მათ ხელები დაადო და ყველამ იწყეს ენებით ლაპარაკი და უყურეთ რა არის დღეს როცა ენებით ლაპარაკი კი არა მთავარი შეიძლება ენებით მოლაპარაკე უფრო ცოდილი იყოს გრეშნიკი იყოს ვიდრე არა მოლაპარაკე ეს არ გასძლევს შენი მისუფლებას რომ შენი ვიღაცაზე უფრო დიდი იყო ანდა დაბალი იყო და ვიღაცა დაბალი იყო შენს არა უბრალოდ ეს არის ის მადლი ის ღვთაებრივი ფენომენი რომელიც სულიწმინდა თავისუფლდება შენში მე როცა აღგვიხსნეს სულიწმინდით მე ჩემთვის არავის ხელი არ დავუდი მე გარეთ ლოცულობდი ხამდით მადლობას ვერავდი ღმერთს მადლობა ღმერთო დღევანდელი დღესათვის როგორც ყოველთვის ასე მადლობის მსხვერპლი მომქონდა ჩემს ზუგდიდში ბალკონზე მეოთხე სართულზე ლოცულობ ღამით და უცებ დავიწყე რაღაცა სხვა ენებზე ლაპარაკი ისე სიამოვნებდა ისე გავმაგდი სისედის სიხარული დამეუფლა იმის შემდეგ ლაპარაკობდა და აი იმ დღის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში დაიწყო მოციქულთა საქმეები დაიწყო სასწავლები, ნიშნები, განდევნები, განკურნებები რა ვიცი არც მინდა ხა ზოგიერთი თქვა ვიღაცა ახალი რო იყოს შეშინდება იქ და მე ზღაპრით ჩამთვის
ამიტომ დაიწყო რაღაც ღმერთის ძალის გამოვლინება იესოს სახელით. ასე რომ ძმებოდადება ეს უმთავრესი საკითხი არის დაფიქრდით. ეს არ ნიშნავს კორინთელებში კორინთის ეკლესიას თუ კორინთის ეკლესიას რაღაცა შეხებულო, მაშინ ამას ატომარდებოდა. რატომ ვიჯერა ვიღაცას რომ ეს დამთავრდა ენების ლაპარაკი. ერთმა ხუთესმა მომატყუილა ისა კახა მეც ლოცულობა როგორ ხდება? სხვა ენებზე. ხო მეთქი რა ძალიან კარგი. Я раньше ругался, а сейчас не ругаюсь. Ну, а ты знаешь, что свидетели Иеговы тоже ругались и не ругаются? Что он крещен Духом Святым? Или говорит на ином языке? Ну, да. Шумос бэбис. ეს არ ნიშნავს რომ შენ სულის ვიდან მიიღე, იმიტომ რომ წინათ იგინებოდი და მე რო ვირწმუნე იესო, მე მე-11 დღეს მივხვდი რომ არ ვიგინებოდი და სიგარეტს არ ვეწევდი. რა. მაგრამ ეს არ ეხება იმას, ყველა მორწმუნე გადარჩენილია, ვისაც იესო წამს. მაგრამ აქ შემდეგ ლაპარაკი მიდის იმ ეძლევა სულ სხვა ღმერთს უფრო მეტი ძალა ეძლევა, უფრო მეტი საშუალება ეძლევა. შენი სიტყვა უნდა იყოს ძალით შემოსილი. როცა შენი სიტყვა იესო ქრისტეს სახელით უნდა დაიჭყიულოს, უნდა ბოროტმასო. ავანტყოფებს დაადებენ ხელებს, ისინი განეკურნებიან. ეს ნიშნები მოვყება. შენ კი არა ხარ გასულ მკურნალი. შენ მკურნალი რო იყო, გექნება კაბინეტი და იქ დოქტორ ეს და ეს, გეწერება იქ კარზე. არა, ამას უფალი აკეთებს. სადაც აჭირვა იქ კურნავს, სადაც წვენ არ არის აქ, მაგრამ უმრავლესობის შემთხვევაში და ძალიან დიდი პროცენტებით ხდება სასწაულები. ისეთი სასწაულები, რომელიც მე ჩემს ცხოვრებაში არასოდეს არ მინახავს. რომელიც გამიგონია, მეგონა რომ ატყუებდნენ და ტყუილს ზღაპრებს ხსაზავდნენ. მაგრამ ეს სინამდვილე ყოფილა. ასე რომ ვინც არ ახალ სულიწმინდა მონათლულები რომლებიც ხართ, მაგიდან შობილები, სულიწმინდა თქვენშია, როგორც იესომ შეუბერა და მათ მიიღეს სულიწმინდა, აი ესე თქვენში არის სულიწმინდა, თქვენ სულიწმინდა ტაძარი ხართ, სულიწმინდა ნაცლობა. იესომ თქვა, თქვენ მიიღებთ ძალას. ეს უთხრა იმ ხალხს, ვისაც სული შეუბერა და უთხრა მიიღეთ სულიწმინდა. იესოს არ მოიტყვილებია ისინი. იესომ ჭეშმარიტად უთხრა, მათ მიიღეს სულიწმინდა, მათ მიიღეს ის მათი მარხიდან. შობა, მაგრამ უთხრა, ბიჭებო, ძმებო, შვილებო, დაელოდეთ მამის აღთქმოს. თქვენ მოინათლებით სულიწმინდით, თქვენ მიიღებთ ძალას და იქნებით ჩემი მოწმეები. так вот. და იეგოვას მოწმეებს ეუბნები. ჩვენ საერთოდ ახალი ახლის მორწმუნეები ვართ იესო ქრისტეს მოწმეები. და თუ თქვენ მხედველობაში გაქვთ რომ იესო ეს იეგოვა, მაშინ სიმართლესთან ახლოს ხართ. მაგრამ იქ იესომ თქვა, იქნებით ჩემი მოწმეები. და ისინი ამოწმებდნენ მოციქულები ყველგან იესო ქრისტესზე. ხო, ეს ერთი საკითხი. რამდენი ხანი ერთება ლაპარაკობა, საბიდი წუთი. კაი, ამას შეუერთებ. და მე სხვა დროს კიდევ უფრო იმათ ვილაპარაკებ. ცლად. ხმა ხო არის იქ? კარგი. იმიტომ ნანი რომ სულიწმინდა იყო. იქ სულიწმინდა. ეხლა ძმებოდა დებო ვილაპარაკეთ ერთ საკითხზე. აქ შეიძლება ბევრი გახდეს განზე და არასწორად ჩათვალოს, არასწორად მიმიღოს, მაგრამ მე თქვენზე უფრო ჩემი თავი მიყვარს. იმიტომ რომ ხო წერია შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. თუ შენი თავი არ გიყვარს, როგორ გიყვარს შენ მოყვასი, ხო? ესე იგი ჯერ შენი თავი და მერე მოყვასიც. რაღაც ადგილი მომზე მე აქ, იმიტომ რომ მე რომ ჩემი
ბალის ქვეშ რაღაცას ჭრიდნენ და ხმაური. ძმებოდადები, ახლა ერთ საკითხს შევეხები. ოღონდ გთხოვთ. გეხვეწებით, არ იჩქაროთ. მე უბრალოდ ამისანა დავალებას მოგცემთ. ამისანა გამოიკვლიე. ხომ ხარ კაცო ქრისტიანი, ხო გაინტერესებს? თუ არ გაინტერესებს, ესენი ამბავია, მაგრამ ვისაც აინტერესებს, თავიდანვე გახტებით გადაკეთებ ყველაფერს, ფეხი მომიჯერა რაღაცა. ისე სულის წინაზე მინდა ლაპარაკო ასეთი რაღაცა. აი მაგალითად მე ვიცი საქართველოს ერთი ეკლესია, კიდევ არიან ბევრი ეკლესიები, ეძახიან სულიწმინდის ეკლესია. ასე ქვია მათ ეკლესიას. ზოგს იესო ქრისტეს ეკლესია ქვია, ზოგს რაღაც სახელები აქვთ. კავჩეგი, კიდობანი, სახარებისეული ეკლესია. ზოგს მაგალითად ბათუმის ეკლესია. მსოფლიო როგორც ეფესელთა ეკლესია. რატომ არ უნდა იყოს ბათუმის ეკლესიაც? თბილისის ეკლესია. სახელები აქვს და ზოგს კი აქვს სულიწმინდის ეკლესია. ამისა რაღაცა არა ეს სახარებისეული. იქ მოციქულთა საქმეში მეოცე თემში რას ამბობს? პავლე გაუხდიდო ქრისტეს ეკლესიას, რომელმაც ღმერთმა თავისი სისხლით შეიძინა. სისხლით. იდაღორა სისხლით, სულიწმინდა? თუ მამა ღმერთმა. იესომ თქვა, ჩემია ეკლესია და ჩემს ეკლესიას ვერავინ ვერ დაძრავს. ჯოჯოხეთის ჭენი ვერ მოერევაო ჩემს ეკლესიას. და ვიცი რომ ვერ გაიგებს, ბევრმა შეიძლება თუ სიბრძნე ყოფა იტყვის, მაცალე მე ამას შევამოწმებ, ეს ჭკვიანური იქნება. ჩემს მორწმუნეებაში, მე ხო ვიყავი მე კიდევაც ბაპტიზების ეკლესიაში დავდიოდი, კიდევაც 50-იანებში. 50-იანებში ეკლესიაში და მე ხარიზმატებშიც რომ დავდიოდი. ჩემ დროს იქ არ იყო ამისანა რაღაცა. აი, დღეს რა არის გავრცელებული? სულოცმინდა. მე შევეჩვი იმას. მაგრამ მე ხომ ასწავლეს, მე ხომ გავიარეს. სულოცმინდა. სულოცმინდაო მოდი, სულოცმინდაო მიდი, სულოცმინდაო მომეცე, სულოცმინდაო. ერთი ხუთესი იყო სულიწმინდა. საერთოდ მე ვთქვი კაცო, ამ კაცს საერთოდ ახსოვს იესო. რომ არსებობს საერთოდ. და ერთხელ თქვა იესო და მიუგზავნე იქ. მადლობა ღმერთს მეთქი. რომ იესო განადიდე. რამდენი დღეები, თვეები უსმენდი და სულოცმინდა. სულიწმინდის ეკლესია, სულოცმინდა. ამისთან რაღაცა მე მოდელებო სახარებაში ვერ ვნახე. პოეზია თქვენ. სულიწმინდა არის ღმერთი, სულიწმინდა მოაგზავნა იესომ. და მე გაჩვენებთ ერთ რაღაცას, რაც მე მივიჩნიე სწორად. უფრო ჯანსაღად, უფრო აპისანიო წმინდა წერილის ამებ, ისე რომ სიმდიდრეც არ მაწუხებს. მე ეს არ არის ჩემთვის აღდაგვალებია, არავის არ უსწავლია. მე ვფიქრობ, რომ მე ვოცულობ და მე ვფიქრობ, რომ უფალი მაჩვენებს ამას. უყურე რას ვფიქრობ, რომ არ არის, რა ხდება არასწორი. როცა საიუზი დაირღვა, როცა ბევრი ქადაგებლები შემოვიდნენ, მათ შემოიტანეს ამისა რაღაცა. სულიწმინდასთან ურთიერთობა. ამას არაფერი არ ჯობია. სულიწმინდა არის ღმერთი, სულიწმინდა
იესომ გამოგზავნა თავის მაგივრად, მან ხო თქვა, მე წავალ და სხვა ნუგეში მცემელს მოგიგზავნით. ის იქნებაო თქვენთან საუკუნოდ. და წავიკითხოთ ერთი ადგილი. იოანეს მე-14 თავი. მე გეუბნებით, გქთხოვ, ნუ იჩქარებთ, ნუ იფიქრა, ეს კი უყურე, სად მოძრება ეს? ო, პაპა, სული წმინდაზე ლაპარაკობს. შენზე უფრო ჩემი თავი და ჩემს მარადიულობას უთქვი, ასე რომ გეშინია. 14-ის 16 გაწერია. მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეში მცემელს მოგცემთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ. ჭეშმარიტების სულს, რის მიღებას არ შეუძლია ქვეყნიერებას, რადგან არ ხედავს, სულიდან არ ჩანს და არ იცნობს მას პიროვნება. იეგოვას მოწოდებული რამე ძალა არის. ძალა მოყვება, ძალა არ არის და ელექტროენერგია და რაღაცა. ელექტროენერგიის ბუდკა, ეს არის პიროვნება. თქვენ კი მოციქულებს ეუბნება, იცნობთ მას პიროვნებას, რადგან თქვენთან რჩება და თქვენში იქნება. ეს ერთი ადგილი. მერე იოანეს მე-16. უსწრაფ ნუგეშინია მე ნარას რას ვკითხულობ. იოანეს 16:5. საინტერესოა. ეხლა მე მივდივარ მასთან, ვინც მე წარმომგზავნა. ვინა ეს? მამა. და დამწუხდაო თქვენი გული, მაგრამ ეუბნება. ნუ გეშინიათ. თქვენთვის უკეთესია მე რომ წავიდე. რამე თუ არ წავალ მე, ნუ გეში მცემელი, ეს სულიწმინდაზე ამბობს. არ მოვა თქვენთან. და თუ წავალ, მე წარმოგზავნი მას. სულიწმინდა ღმერთია, ეს პიროვნება, მამა, ძე და სულიწმინდა. და როდესაც ძალა მოვაგერა, ის პიროვნება მოვა, ამხილებს ქვეყნიერებას. ცოდვის შესახებ. ვიღაცები მოდიან მეგონისი. ბრაზილიელები. ცოდვის შესახებ პირველი რასაც სულიწმინდა ამხელს, ეს არის ცოდვის შესახებ, სიმართლის შესახებ და სასამართლოს შესახებ. რა ცოდვაზე? რომ ბრუშია. შენ უმხალი გამხელ, შენ ბრუშო კალო, შენ ქურდო, შენ ქურდბაცაცა. შენ ჯიბკირა და ნარკომანი. ცოდვაზე, ერთ ცოდვაზე აგებს ყველა იქ პასუხს. რომ არ მიწამესო თქვა იესო. იგავდავს მე, შენ ის მოიპარე, ეს გააკეთე, ის გააკეთე. ერთი ცოდვა ფარავს ყველაფერს. რატომ არ ირწმუნეს შენთვის გააწირული ღმერთის ძე იესო ქრისტე? იესო რატომ არ იწამებს? всё, ეს იქნება ერთი და დამამთავრებელი ისა ცოდვა. მეორე სიმართლეზე დაამოწევს სულიწმინდა. რა სიმართლეზე? რომ მე მამასთან მივდივარ. იქ მამა არის. ბევრი ამბობენ ისა. იყო ღმერთი, მერე ჰალეჰო გახდაო ძეთ, მერე ძე წავიდა და გადატრიალდა და იმას ნიშნავს ეს. ჰალეჰო და გაჩდაო, გახდაო სულიწმინდის სახე მიიღო. ეს ერთი ღმერთია. ბიბლიაზე არ ამტკიცებს. იესო ამბობს, მე სიმართლეზე რომ მე მამასთან მივდივარ. ზევითრას ამბობს მეხუთეში, ახლა მივდივარ მასთან, ვინც მე წარმომგზავნა. და ეს ვაში ისიც იოანე ამბობს ქრისტეს მოძღვრებაზე. ვისაც ქრისტეს მოძღვრება აქვსო, მას მამას ყავსო და ძეც. თუ მამა და ძე არ ყავს, ერთი. მამა, ძე, სულიწმინდა. ვინ ჩემზე სულ სიტყვის რამეს არ ებადიება, ვინ სულიწმინდაზე იტყვის. არა, ვინ ჩემზე სულ სიტყვისო,
ეპატიება თუ მოინანიებს, ხოლო ვინ სულიწმინდისას ძაგმობს ან ცულ სიტყვის ანანეს, არ ეპატიებობა თქვა იესომ, არც აქ და არც მომავალში. კაპუტ არის საქმე. Всё. დამთავრებულია. იოანე ამბობს, ქრისტეს მოზღება შედგება მამა და ძე ყავს. ვისაც ქრისტეს მოზღება არ აქვს, არც მამა ყავს და არც ძე. და ის ამბობს და სასამართლოს ამ ხელსო, სამართალზე, სიმართლეზე რომ მე მამასთან მივდივარ და უკვე ვეღარ მიხილავ და სამართალზე რომ თავარი ამ ქვეყნიერების ის სატანა გასამართლებულია. Всё, სჯავრი გამოტანილია. ვეჩნე ჭურმა, ვეჩნი ად ვეუს მარადიული ჯოჯოხეთი, მარადიulis. Всё, განაჩენი გამოუტანა ღმერთმა. გასამართლებულია უკვე. და თქოს ბევრი მას სალაპარაკო, მაგრამ ჯერ ვერ გაიგებთ, სანამ სულიწმინდა არ მოვა. და როცა ის მოვა, სული ჭეშმარიტების, სულიწმინდა შეგიძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში, რადგან თავისით კი არ ელაპარაკებს, არამედ იმას ელაპარაკებს, რასაც ისმენს. სულიწმინდას სმენაც აქვს, ჩემო კარგო. ძალაკიევა, რასაც ისმენს და მომავალს გამოგიცხადებთ თქვენ. და უყურე. სულიწმინდის პირველი და უმთავრესი მსახურება. მე-14 მუხლი, ტექსტის 14. იგი განმადიდებს მე. რადგან ჩემგან მიიღებს და თქვენ გამოგიცხადებთ. და კიდევ ერთის იყო სადღაც. თუ მე-14 თავის 26 მუხლი. როცა მოვა ნუგეში მცემელი, რომელსაც მე წარმოგზავნი მამისაგან, ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან მოდის, ის დამოწმებს ჩემს შესახებ და აქეთ რო გადავალთ, ის ამბობს, იგი განმადიდებს მე. სულიწმინდა ადიდებს იესოს. მე უკვე ეჭვი მეპარება ისე რა არის იმაში. სულიწმინდა არის ის, ვინც დიდება შენ და სულიწმინდას ამბობს. ეს არა პაპის სანი. გახსენით პირველი იოანეს წერილი გხარით, პირველი მეორე მესამე. პირველი იოანეს წერილი, პირველი თავის მესამე მუხლი. უყურე გაწერილია. რა სამოწმებს იოანე. ეს არა ვიღაცა პირველი საუკუნის მოციქულები და ვიღაც სემინარ დამთავრებული და თეოლოგი. ეს არის იოანე, იესოს მოწაფე და სულიწმინდის ჭურჭელი. უყურე რა ამბობს იგი თავის პირველ წერილში. იმაზე რაც გვინახავს და მოგვისმენია, გაუწყებთ, რათა თქვენც გექნეთ მოზიარება, ისე ურთიერთობა, მოზიარება ჩვენთან. ხოლო ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი მოზიარეობა არისო მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან. დაამთავრა. იოანე. უკაცრავად. იოანე. სულიწმინდა და გავიწყდა ბიჭო. ახლა მამა და ძე, სადა სულიწმინდა? ჩვენ ისე დღეს რამდგომარობაში ვარ, ჩვენ ვაფშე სულიწმინდას ვაყენებთ პირველ ადგილს. იოანე, გამოასწორე. თქვი, ჩვენი ურთიერთობა არის მამასთან, ძესთან და სულიწმინდასთან. სულიწმინდამ არ ჩაწერა ეს. სულიწმინდამ ჩაწერა იოანეს ხელით, რომ ჩვენი ურთიერთობა არის მამასთან და მის ძესთან. სადა სულიწმინდა? ჩემო ზურფასო, შენ სულიწმინდით გაქვს ურთიერთობა მამასთან და ძესთან. მამასთან იესო ქრისტეს სახელით. ასე მოყავთ მუხლი. მეორე კორინთელთა მესამე თავის ბოლო მუხლი. დავიგისხოთ. მეორე კორინთელთა აგერ არის ეს. Għadan, kħarni raġ għamari su skori, polizija, paġarnija, irtien bawjek.
თუ უფალი არ დაგიფარავს, ამაოდ არის გაერჯება ისა ქარველის დამცველ სახლის. აქ წერია ასე, უფალი იესო ქრისტეს მადლი, ღმერთის სიყვარული და სულიწმინდის ზიარება. სულიწმინდის ზიარება ყველა თქვენგანთან არის. და ამბობს ეს კაცი. მე მაქვს სულიწმინდისთან ზიარება, ურთიერთობა. ერთი ადგილი მომიზევნეთ. ხო, ბიბლიის მცოდნეები. ერთი ადგილი მომიზევნეთ. ანდა ასეთი პრაქტიკა ქონდათ მოციქული. ანდა მოციქული პავლეს ლოცვებს გადახედეთ. მოციქულთა სულიწმინდა როცა ისეთი იწყებდნენ ლოცვას უფალი იესოზე და ასე შემდეგ და სულიწმინდა იხსებოდნენ ისინი და სულიწმინდა ავსებულები გაბედულად ლაპარაკობდნენ. აღებსენ სულიწმინდა გაბედულად იწყებს ლაპარაკი. აღებსენ სულიწმინდა. მე გეტყვით ახლა მე რა ვნახე. თქვენ შეამოწმეთ, გადამოწმეთ და აზავსთან. იქ წერია მე როგორ ხედავ უყურერას ჩვენი ურთიერთობა არის ღმერთთან, უფალთან, იესოსთან და სულიწმინდას აქეთ აქვს ჩვენთან ურთიერთობა. სულიწმინდა ელაპარაკებოდა მოციქულებს, სულიწმინდა ასწავლიდა მოციქულებს, სულიწმინდა ამხელდა, სულიწმინდა აქეთ აქვს ურთიერთობა ჩვენთან. ჩვენი ურთიერთობა არის მამასთან და ძესთან. სულიწმინდას ერთი მიზანი აქვს იესო ქრისტე განადიდოს. რა თქმა უნდა ის ღმერთია, მაგრამ ის არსად არ აკეთებს ისე რომ თაყვანი მეცით მე, განმადიდეთ მე და ასე შემდეგ. ფილიპეს სულმა უთხრა, ანგელოზმა უთხრა, პეტრე სახურავზე იყო ბროლოცო და სულმა უთხრა აქეთ. ესენი შეგეძებ წაყები, ისინი მე გამოვზა. სულიწმინდა ყოველთვის აქეთ გველაპარაკება. სულიწმინდას აქეთ აქვს ჩვენთან ურთიერთობა. აქეთ აკეთებს იგი ურთიერთობას ჩვენთან. და ჩვენი ურთიერთობა არის გველაპარაკობს სახით. შენ რას გინდა ეს გააკეთე კაცო? შენ როგორც გინდა ისე გააკეთე მეგობარო. როგორც დაგიხარდება, მაგრამ უკეთესია. სახარებისეულად მოიქცე. მე გეტყვით ახლა მრავალი რატომ რა ვიგოდა სულიწმინდასთან უკაცრავა და დაძმაკაცება, დამეგობრება. ო სულოწმიდაო, დიდება შენდა. ამისანაც არსად არ ახლა თქვენ სახარებაში. თუნდაც ეკლესიას როწეს ვისაც ყური აქვს, სასმენად ისმინოს რას ეუბნება სულიწმინდა აქეთ ეკლესიებს. დააკვირდით მოციქულთა როგორ ლოცულობდნენ. დააკვირდით მოციქულ პავლეს ლოცვებს. დააკვირდით პეტრეს ლოცვებს და ტოეს დავაკვირდეთ. კიდევ კარგად დავაკვირდეთ, გამოვიკვლიოთ, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ. და მე ასეთი კითხვა და გამიჩნდა. ვინა ასე რომ იესოზე მაღლა იყვანა სულიწმინდა. როცა სულიწმინდა მოვიდა იესოს განსადიდებად. იესოს დასამოწმებლად. ერთხელ მაგარი მსახურება ჩაუტარებიათ, სადღაც რომელი ქვეყანაში დერეკ პრინცი იყო, სადღაც იქ სასწაულები, ღვთისთან დასრება, ერთი ამბავი, განკურნებები, მოკლედ ჯოჯოხეთი ჭიქლები დაიპო იქ და ბორკილები დაინსვა, მრავალი სასწაული მოხდა. ხო და უთქვიათ, ხო, რა ამბავი იყო დღეს. და უთქვია დერეკს, ის რატომ? იმიტომ რომ ჩვენ მაგრად განვადიდებდითო იესოს და სადაც იესოს დიდება მოდის, იქ სულიწმინდის თანდასწრება, იქ სულიწმინდას თავისუფლება აქვს. როცა კაცს ადიდებენ, მიმდინარეობას ადიდებენ, თუნდაც ევანგელისტობას, კათოლიკობას, მართლმადიდებლობას, კაცს, მღვდლობა, სულიწმინდას არაფრის ადგილი არ აქვს. სულიწმინდა ერთი დავალება აქვს. იესო განადიდოს. იმიტომ რომ იესოშია ხსნა.
იესო თქვა მე ვარ გზა ჭეშმარიტება სიცოცხლე ვერავინ მივა მამასთან თუ არა ჩემს მიერ სულიწმინდა მოვიდა რომ ადამიანებმა იესო ვირწმუნოთ იესო განდიდეს კი სულიწმინდა არის განდიდებული ეს არის ღმერთი დიდებული სულიწმინდა ღმერთია ეს ისეთი პიროვნება მასთან მიდაებო რაღაც არასწორი და შეიძლება დაამთავრო ყველაფერი მაგრამ სულიწმინდა თუ არ ითხოვს ამას სულიწმინდას თუ არ სურს რომ მე поклонялся Духу Святому кто нам дал бывает этот месседж вин გვასწავლის ისე რომ თაგვანებს მას ვინც იესოს თაყვანს ის თაყვანს ღმერთს სულიწმინდა მოვიდა წნებოდადება იმისათვის რომ იესო განადიდოს დაუკვირდით ბევრს იმიტომ უნდა რომ სულიწმინდა უკასრავად ვიგოდნი სარგებელი პიროვნება მას ძალები აქვს განკურნება ხო იცი მაგრამ მილიარდელითან რო დაძმაკაცდე მულტიმილიარდელია და ძმაკასაც რო გაგიხდეს გაკეთდი კაცო რომ ის მილიარდელი კეთილია მოწყალეა ვიდავის ეხმარება ვიღაცებს გადამთიელებს და შენ ძმაკაცი რო იქნები ხო მოგეშვა პრობლემები ყველა დამთავრდა ვალი ყველა გადაიხადე რა გიჭირს ამისანა პიროვნებასა რომ მეგობრო ასე უნდათ გახსოვთ ერთმა რომ მოვტანე სიმამას საწყალო უბედურმა ფული პეტრე და მოსიფულეს ააფულე მომეცით მეცის ძალა უფლება ვისაც დავადებ ხო სულიწმინდა მოვიდეს რა უთხრეს ვაიშე საწყალში უბედურო რა გადაწყვეტეო რომ ფულით გეკიდაო ღმერთის მაღალი საჩუქა სული ილოცე ეგებ გეპატიოსა ეგებ კითხვის ნიშნის ქვეშ დაუყენეს ისიც თქვენ ილოცეთ მაგრამ იქ არ წერია რომ მათ ილოცეს ასე რომ თუ გინდა ჩვენ სულიწმინდას დავიმორჩილოთ თუ გინდა ან მე თუ მინდა და შენ თუ გინდა რომ სულიწმინდა სულიწმინდას ასიამოვნო შენ გააკეთე ესე როგორც სულიწმინდას უნდა განადიდე იესო ხო წერია რა ანაღლიანებს სულიწმინდას ყვირილი ჩხუბი დავიდარობა ეს ტრობა შუღლი წისკნა ეს ანაღლიანებს ხასიათს უფუჭებს სულიწმინდას რა შენ არ გიყვირია არ გიბუზღუნია შენ არ გახსოვდა რომ სულიწმინდას ეს ანაღლიანებს რატომ არ აკეთებ მაგრად გიყვარს სულიწმინდა ისიმწავს ბოლო მაგურებს შენ საქმეს გადახედე მაგრამ ჩვენ სულიწმინდა იმიტომ გვინდა რომ მას ძალა აქვს ცხებულება აქვს განკურნება აქვს და ვიცი მე რა აქვს ამისანა ხანს გულში ხოლო ვინცაც უყვარს უფრთხილდება სულიწმინდას ის ყოველთვის ატორმუზებს არა არ ვიყიდე არ წამეყაჭრებ მიზა არ ვიჩხუბები არ ღირს ჩემი ღმერთის სულიწმინდის დანაღლიანება თუნდაც მართალი ვიყო ვეცდები სიმშვიდეში ავხსნა არ მე ვიცი რომ ეს სულიწმინდას ანაღლიანებს შენ ასე იქცევი ანდა მე ჩვენ ასე ვიქცევით თუ მარტო სულიწმინდა იმიტომ გვინდა რომ ჩვენი პრობლემები გადაწყვიტოს ცხებულება მოგცეს ყველაფერი აქ აწვას ერთ წამში და ყველა განიყურნონ იმიტომ რომ ჩვენ რო ვილოცეთ და მე Facebook-ში რო გამოაჭენებენ აი მე ვილოცე და გავაფირჩხინე ხელები დავადები და რაქნა ღმერთმა და მე იქ არის კიდევ და მე და ღმერთმა გამოიგლიჯე რა გინდა შენ სულიწმინდის თანდასრება ესე იგი შენ ისე გიყვარს ეს გრეშნიკი ცოდვილი რომ გინდა მისი განკურნება ხო? ხოჭა
გადაც. ხო და ერთხელ ასეთი რაღაცა იყო სახში ლოცულობდი და რამოდენიმე წლის წინ მე ასე ვილოცე სულაც მინდა მეთქი ღმერთო დამეხმარე მეთქი რომ უფალო სულაც მინდა ყველგან შენ თანდასწრება იყოს მეთქი ჩემს სახში სულ რო არ ველოდებოდი ისე გავიგონე გულში ხმა მე მკაფიოდ მე არ მეშლება ის ადიდეო იესო სადაც შენ რაც უფრო მეტად განადიდე იესოს ჩემი თანდასწრება ლოცვის გარეშეც იქნება მე იქ ვარ სადაც იესო განდიდება მე ვარ იქ მე მივხვდი რა მითხრა უფალო ადიდე იესო იქ მოდის სულიწმინდის ძალა ადიდე იესო სულიწმინდა მოვაშენს სულიწმინდა მოვაშენს სულიწმინდა მოვაშენს როცა შენ იესოს განადიდებ ო ჰალელუია ო ლარამანდარაბაში ადიდე იესო ყოველთვის ქება დიდება მიაგე უფალ იესოს თქვი დიდება იესოს დიდება ღმერთის ცოცხალწეს იესო ქრისტეს დიდება ეს სიტყვით იყოს შენი საქმით იყოს შენი მოთმინებით წმინდა ცხოვრებით რადი ვაიმე იესოსა გააკეთე და შენ ნახავ სულიწმინდის თანდასწრებას უფალმა გააკოთხოთ დაგლოცოთ და გამოიკვლიოთ წერილები გამოიცია როგორ ლოცულობდნენ მოწაფეები რას ლაპარაკობდნენ ისინი რატო ამბობს მოციქული პავლე იოანე ჩვენი ურთიერთობა არის მამასთან და ძესთან და დაავიწყდა სულიწმინდა და რატო ამბობს რომ სულიწმინდის ურთიერთობა აქეთ თქვენთან აქეთ და ყველგან ხედავთ რომ სულიწმინდა ყოველთვის სულიწმინდას ურთიერთობა ჩვენთან აქეთ ჩვენი ურთიერთობა არის მამასთან და ძესთან დიდება გქონდეს შენ ღმერთო ჩვენო მამამზესიო რომელიც ხარ მიუღწეվել სინათლეში და ასევე თამდაბალთა და მორჩილთა გულებში ქება დიდება შენ ჩვენი უფალ იესო ქრისტესათვის შენი სულიწმინდისათვის შენი მარადიული სიტყვისათვის ქება დიდება უკუნითი უკუნისამდე მამას ძეში სულიწმინდით ამინ უფალმა გააკურთხოთ დაგლოცოთ აბა აბა პირველად დიდება იესოს ვაიცა რას ვიტყვი აი ასე ცოცხლე ქრისტეში ეს მე გასამჭიროა აბა კარგად